მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი გვაქვს. შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის ეს რიგი, ერთი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული, აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანა. მოხსენებელი ვიქნები მე თვითონ. და წარმოგიდგენთ, მოკლედ როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი. უფრო სწორედ ცვლილებები შეიტანა რეგლამენტში. რეგლამენტი არის ჩვენი მთავარი კანონის და სამოქმედო წესიც პარლამენტის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კომიტეტის დებულება შესაბამისობაში მოდიოდეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციასთან. ამიტომ ჩვენს დებულებაშიც ვიწევს, რომ შევიტანოთ ცვლილებები. პირველ რიგში ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ითვლება ჩვენი კომიტეტის სახელწოდება და უკვე საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ნაცვლად ჩვენს კომიტეტს ერქმევა სოფლის მეურნეობის კომიტეტი. ეს ერთის მხრივ როგორც სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების პრაქტიკაში იყო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ქართულად ჟღერს და უფრო ქართული მნიშვნელობა აქვს ამ სახელწოდებას და შესაბამისად ამერიდან ვიქნებით აგრარული სოფლის მეურნეობის კომიტეტი. და ასევე რამოდენიმე ცვლილება შედის კონკრეტულად დებულებიდან ამოღებული იქნება კომიტეტის ის უფლებამოსილებები, რომლებიც რეგლამენტით უკვე აღარ არის გათვალისწინებული. როგორც იცით, საქართველოს სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებშიც ხდებოდა ხოლმე. ამერიდან ცალ-ცალკე კომიტეტები აღარ განვიხილავთ და ეს მოხდება უკვე პლენარულ სხდომაზე. და ასევე ნდობის გამოცხადება მთავრობის შემადგენლობისთვის. ანალოგიურად კომიტეტებშიც პროფილური სამინისტროების შეხვედრა და პრეზენტაციები მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ეს განიხილება როგორც ერთიან თლიან ჭრილში და შესაბამისად პარლამენტი თავისი უმრავლესობით უყრის კენჭს აღნიშნულ საკითხებს. და ასევე ჩვენ გვქონდა ყოველი წლის დასაწყისში ვადგენდით სამოქმედო გეგმას და ამ ვალდებულებისგანაც თავისუფლდებით. ეს კომიტეტზე იქნება უკვე შემდგომში დამოკიდებული რა აქტივობებს განახორციელებს და რას მიიჩნევს პრიორიტეტულად და იმის მიხედვით გაყვება თავის დღის წესრიგს. და როგორც გახსოვთ, თვეში მინიმუმ 2 კომიტეტის სხდომა იყო ჩასატარებელი. ეს ჩანაწერიც იცვლება და ამერიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ერთი კომიტეტის ჩატარება. სხვა შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე უკვე ზედა რაოდენობა კომიტეტის სხდომები შეზღუდული არ არის და რამდენიც იქნება საჭირო იმდენი კომიტეტის სხდომას ჩავატარებთ. და ასევე გასვლით სხდომებთან დაკავშირებით ახლა რო იცით, რომ ზოგიერთი კომიტეტის წევრი ასევე სხვა კომიტეტშია გაწევრიანებული, თითოეული კომიტეტის გაცდენა არასაპატიო მიზეზით გარკვეულ ასე ვთქვათ, სანქციებს ითვალისწინებს პარლამენტის მხრიდან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ემთხვევა კომიტეტის სხდომები და მით უმეტეს მათ შორის ერთ-ერთი არის გასვლითი სხდომა, შესაბამისად მეორე სხდომაზე არ დასწრება, ჩაითვლება საპატიოდ და ესეც იმ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე უკვე კონკრეტულად პარლამენტის წევრის მისაღები გადაწყვეტილება იქნება თუ რომელი კომიტეტის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ძირითადი ის განსხვავებები, რა ცვლილებებით შევიდა თქვენ დარიგებული გქონდა გასაცნობად და მე შევეხე მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს. კენჭს უყრით? ვინ არის მოხრე რომ ხარი დაუჭიროთ? წინააღმდეგი არ ყავს, დიდი მადლობა. სხვა საკითხები თუ არა გაქვთ, ან აზრის გამოთქმა კითხვა თუ არა გაქვთ, შეგვიძლია დავხუროთ კომიტეტის სხდომა. კომიტეტის სხდომა დახურულია, მადლობა.